მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ ჩვენს თეატრალურ ორშაბათს. დღეს 26 იანვარია, ორშაბათი, ასე რომ გადაცემაში თეატრალური ორშაბათი ჩვენ მოგითხრობთ ამ შენობის ისტორიაზე, რომელშიც იმყოფება მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ვიდრე უშუალოდ დავიწყებდეთ შენობაზე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ 26 იანვარი ქართული თეატრის ისტორიაში საკმაოდ მძიმე დღეა. სწორედ ამ დღეს 1982 წელს გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა, ყველასათვის საყვარელი ეროსი მანჯგალაძე. გავიდა 23 წელი და 2005 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის კიდევ ერთი შესანიშნავი არტისტი ედიშერ მაღალაშვილი. თუმცა ერთი სასიხარულო რამ მოხდა 26 იანვარს, დაიბადა ელდარ შენგელაია, ქართული კინორეჟისურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და აქაც ერთგვარი სევდა გვიპყრობს, რადგან დღეს 26 იანვარს პირველი დაბადების დღეა ბატონი ელდარის გარეშე. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. 1820-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქ თბილისში აქეთა სანაპიროს, ასე ვთქვათ, პლეხანოვის განვითარება. მაშინ ამ ქუჩას მიხეილის ქუჩა ერქვა, ხოლო ამ მხარეს სოფელი კუკიადან მტკვრის სანაპირომდე იყო განთავსებული ერთგვარი ევროპული კოლონია, ჩამოსახლებული იყვნენ გერმანელები, ძირითადად ხელოსნები და ზოგადად გოლოვინის პროსპექტს, ანუ დღევანდელ რუსთაველს და მიხეილის ქუჩას, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირს ევროპულ თბილისს ეძახდნენ. ისევე როგორც აზიურს ეძახდნენ სწორედ იმ ადგილს, სადაც დღეს ძველი თბილისია განლაგებული. ქუჩა, რომელიც თეატრს გვერდზე აქვს, ეხლა ზურა ჭავჭავაძის ქუჩა, მანამდე შეროზიას ქუჩა, იმ პერიოდში ქსენიას ქუჩა ერქვა და აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა, რაც აიგო, იყო სწორედ თეატრის მოპირდაპირედ განლაგებული სასტუმრო შენობა, რომელსაც თავდაპირველად ერქვა სასტუმრო ვეცელი, ის იყო თვითონ სწორედ სასტუმროს მფლობელი და ამიტომაც ასე ერქვა. შემდეგ ერქვა სასტუმრო ევროპა, შემდეგ ერქვა რუსთავი. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაგებობა. დღეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული, თუმცა არის სავალალო მდგომარეობაში. რატომ გვაინტერესებს ჩვენ ეს შენობა? ჩვენ ეს შენობა გვაინტერესებს სწორედ იმიტომ, რომ ამ სასტუმროს ჰქონდა თეატრალური დარბაზიც და ამ შენობაში სწორედ იყო განთავსებული სხვადასხვა დროს როგორც ქართული თოჯინების თეატრი, ისე რუსული მოზარდმაყურებელთა თუ თოჯინების თეატრები. თავისთავად, როდესაც სათეატრო ნაგებობა არსებობს და იმ ნაგებობაში იქმნება თეატრი, ის არის სხვა მოცემულობა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, როგორც ქართული მოზარდის, ისე რუსული მოზარდის შემთხვევაში, თავისთავად შენობა ძალიან გვიან მოვიდა მათთვის, რომ მათ სახელმწიფო შენობა ჰქონოდათ. პირველი ეს მიიღო ქართულმა მოზარდმა მელიკაზარიანცის სახლში, ვისაც ახსოვს, ეხლა იქ პანტომიმის თეატრია განლაგებული, თუმცა ისინიც უკვე დროებით არიან იქ. აი, სწორედ იქ გაატარა ქართულმა მოზარდმა დაახლოებით 40-45 სეზონი. რუსულმა მოზარდმა კი სწორედ სასტუმრო ვეცელის შენობაში. რაც შეეხება ამ ადგილს, ამ ადგილას იყო ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც იყო წინ ტენტით გადახურული, შემდეგ გაჩნდა მეორე შენობა ეზოში, შუაში იყო დიდი ეზო და აქ
1928 წელს გაიხსნა სწორედ აი ამ ნაგებობაში, იმ ადგილას, სადაც აი ახლა ჩვენ ვდგავართ, თბილისის სამკულტურის თეატრი. თბილისის სამკულტურის თეატრის დამაარსებელი იყო იმ დროისათვის ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ვიქტორ ათანასეზე ნინიძე. მე ხას უსვამ მამის სახელს, იმიტომ რომ სწორედ ვიქტორ ათანასეს ძის ვაჟი ვიქტორ ვიქტორიძე ნინიძე რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობი გახლდათ. ორივე მამაშვილი იყვნენ სახალხო არტისტები და მე მინდა გითხრათ, რომ ვიქტორ ნინიძე უმცროსმაც შემოქმედებითი საქმიანობა სწორედ მამასთან დაიწყო სამკულტურის თეატრში. სამკულტურის თეატრი საკმაოდ უჩვეულო თეატრი იყო. ეს იყო ჯანმრთელობის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი თეატრი და აქ იდგმებოდა მხოლოდ იმ ტიპის პიესები, სადაც რომელიმე დაავადებაზე იყო საუბარი. და სწორედ იმ დაავადებაზე, რომელზეც საუბარი იყო პიესაში, გამოდიოდა სპექტაკლის წინ რომელიმე ცნობილი იმ დროისათვის პროფესორი და ატარებდა ლექციას თემაზე. აქედან გამომდინარე, სამკულტურის თეატრი არ იყო ესეთი ტრადიციული დრამატული თეატრი. თუმცა ამ თეატრში მოვაწეობდნენ ისეთი დიდი სახელები, როგორც იყო ნუცა ჩხეიძე, ნიკოლოზ ხორავა, ცუცა მეძმარიაშვილი, რომელიც სერგო ზაქარიაძემ შენიშნა და რუსთაველის თეატრში ადამიანი იბადება ერთხელ სათამაშოდ მიიწვია, გენრიეტა ლეჟავა თუ სხვა. შემდეგ ამ თეატრის ხელმძღვანელი გახდა ქალბატონ ლილიოსელიანი, მან მოიწვია ოთარ მეღვინეთხუცეს, ნოდარ მგალობლიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, გურანდა გაბუნია თუ სხვები. მედია კუჭუხიძის პირველი სპექტაკლი დაიდგა სწორედ ამ სცენაზე, მე მჯერა შენი კოროსტილევის და ჯანმრთელობის სამინისტრო მიხვდა, რომ აქ ჩვეულებრივი თეატრი კეთდებოდა და მან დაფინანსება შეწყვიტა. ეს თეატრი გაუქმდა და დადგა საკითხი იმისა, რომ აი ამ თეატრის ტერიტორიაზე აგებულიყო სრულიად ახალი შენობა და ის გადაცემოდა რომელიმე მოზარდ მაყურებელთა თეატრს. რა თქმა უნდა, კომუნისტების დროს არჩევანი გაკეთდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრზე და სწორედ შეიქმნა პროექტი, თავდაპირველად არტოს ბაღში უნდა მომხდარიყო დიდი კომპლექსის აშენება, შემდეგ ეს გადაიფიქრეს და 1974 წელს გაიხსნა აი ეს შენობა, თუმცა შენარჩუნებული იყო ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ მაინც ბაღი. ამ შენობას დაემატა მცირე დარბაზი, აქედან გამომდინარე მცირე დარბაზში განთავსდა რუსული თოჯინების თეატრი, ხოლო დიდ დარბაზში ფუნქციონირება განაგრძო რუსულმა მოზარდ მაყურებელთა თეატრმა. 1999 წელს ეს ორი თეატრი შეერთდა და უკვე ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი რუსულ-ქართული ერთად დამკვიდრდა უკვე აქ 27 წელია. ბოლო რეკონსტრუქცია ჩატარდა 2010-2011 წელს, როდესაც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია მოხდა და დღევანდელი სახე მას სწორედ ამ წლებიდან აქვს. თუმცა ჩვენ ვემზადებით დიდი სარეაბილიტაციო პროექტისთვის და ამ რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენ გვექნება აბსოლუტურად თანამედროვე, როგორც გარედან, ისე შიგნით აღჭურვილი თეატრი მოზარდებისთვის, პატარებისთვის და უფროსი ასაკის მაყურებლისთვის. ჩვენ პირველ ბლოკში ვისაუბრეთ ადამიანებზე, რომლებიც ამ დღეს არიან დაბადებულნი ან გარდაცვლილნი და კიდევ არის ერთი დიდი ქართველი დიპლომატი, მწერალი სულხან საბა-ორბელიანი, რომელიც ზუსტად 301 წლის წინ 26 იანვარს გარდაიცვალა. შარშან ჩვენ თეატრის რეპერტუარში ჩაუშვით სულხან საბა-ორბელიანის
იგავების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი 1 კილა ნატურა, რომელიც გვინდოდა მიგვეწყუნა სწორედ მის გარდაცვალებიდან მე-300 წლისთავისთვის ოდნავ დაგვაგვიანდა, მაგრამ სულ მალე 20-21 თებერვალს ჩვენი თეატრის რეპერტუარში იქნება სწორედ ამ წარმოდგენის პრემიერა. სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებების მიხედვით არაერთი დადგმა განხორციელებულა საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკულად საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლი დადგა ქალბატონმა ნანახატის კაცმა რუსთაველის თეატრის სცენაზე, რომელიც დიდხანს იყო რეპერტუარში და პრაქტიკულად იყო ახალი თაობის მაშინდელი, ახალი თაობის არტისტების დაბადება, ისეთების როგორიც კახი კავსაძე, დათო უფლისაშვილი, დათო კვირცხალია იყვნენ და რეჯან სუმბათაშვილი თუ სხვები და სხვები. და კოკა იგნატოვის საოცარი პანო და დეკორაცია და კოსტუმები, რომელიც სწორედ ამ სპექტაკლთან იყო კავშირში. ჩვენ დღეს სასაუბროდ მოვიწვიეთ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი სულთანიშვილი, რომლის დადგმული სპექტაკლი უცნობები უკვე გადის ჩვენი თეატრის რეპერტუარში და საკმაოდ წარმატებითაც სარგებლობს და მინდა გითხრათ, რომ მოვასწარეთ და ეს წარმოდგენა უკვე ვაჩვენეთ 3 სხვადასხვა რეგიონში და მოვასწარეთ ანტალიაშიც გვეჩვენებინა საერთაშორისო ფესტივალზე. აი, ახალი გამოწვევა სულხან-საბა ორბელიანი, პრემიერის მზადება, მოლოდინი, როგორია ეს მოლოდინი? პირველ რიგში მივესალმები მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებელს ამ საინტერესო ფორმატით. რაც შეეხება გამოწვევას, გამოწვევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ჯერ მარტო იმით, რომ სულხან-საბაა. გარდა ამისა, სპექტაკლში იქნება ნიკო ფიროსმანის გაცოცხლებული ნახატები, ასევე იქნება მუსიკალური გაფორმება ქართული ხალხური ფოლკლორი და ასევე იგივე ფოლკლორი სულხან ცინცაძის მიერ სიმებიან კვარტეტთან შესრულებით და ესეთი ქართული ერთიანი ნაზავი გამოგდის ყველაფერი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ეროვნულიც კი იქნება. ერთი-ორი სიტყვა არტისტებზეც რო გითხრათ. მსახიობები გიორგი ჭიქურიძე, სოფო ფერაძე, ლალიკო ღერკენაშვილი ამ სპექტაკლს წარმოგვიდგენენ ქორეოგრაფიულად, პლასტიკურად გაფორმებულ ამბავს, სადაც მოგვიყვებიან სულხან-საბა ორბელიანის გლახაკი და ქილა ერბოს სიუჟეტს. და ნიკა ნანტაშვილია მგონი ქორეოგრაფი ჩვენვე თეატრის მსახიობი. ძალიან საინტერესოა, თავისთავად ნებისმიერი ქართული ნაწარმოებია ძალიან საინტერესო, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა რეჟისორი დგამს, ამას და დგამს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის და მე რამდენადაც ვიცი, აქ არის ინსტალაცია გამოყენებული, აქ არის ქორეოგრაფია გამოყენებული და მთლიანად ჯგუფი არის ახალგაზრდული, რამდენადაც მე ვიცი, დანარჩენს ალბათ საპრემიერო აფიშა შეგვატყობინებს. მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, დასაწყისში გითხარით, რომ 1 კილა ნატრა ქვია ახალ სპექტაკლს, რომლის პრემიერა შედგება 20-21 თებერვალს, ხოლო გიორგის სხვა წარმოდგენის ნახვა, უცნობების ნახვა შეგეძლებათ 6 და ასევე 21 თებერვალს ჩვენი თეატრის მცირე სცენაზე. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ ორშაბათამდე.